ქუთაისში ახალი მოძრაობა საზოგადოებრივი დარბაზი დაფუძნდა. საზოგადოებრივმა დარბაზმა დღესვე პირველი შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიასთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართეს. მოძრაობის მიზანია მოქალაქეების გააქტიურება ქალაქში მიმდინარე პროცესების კუთხით და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის დონის გაზრდა. როგორც საზოგადოებრივი დარბაზის წევრები აცხადებენ, მოძრაობაში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. საზოგადოებას ხალხს ძალიან დიდი ძალა აქვს და ძალიან დიდი ანგარიშში უნდა გაუწიოს წესით ხელისუფლება და ჩვენ გავაკეთებთ მობილიზებას, თავს მოვუყრით ამ ადამიანებს, ამ საზოგადოებრივ დარბაზში ერთად მოვიყრით თავს ეს ადამიანები და ვალდებულს გავხდით ანგარიშვალ, ვალდებულს გავხდით ხელისუფლებას ადგილობრივ თვითმმართველობაზე მაქვს საუბარი, რომ ანგარიში გაგვიწიონ და ვეცდებით რომ გავხდეთ ანგარიშ გასაწევი ძალა. ერთი არის რომ თვითმმართველობა ქმნის რაღაც პროგრამებს ახორციელებს შემდეგ მას, მაგრამ მოქალაქეები, როგორც თავისუფალი აზრის წარმომადგენლები, რაც უნდა კონდეთ საშუალება ჩართული იყვნენ ამ პროცესებში და აი ასეთი ორგანოს შექმნა ალბათ ეს საუკეთესო საშუალება არის ამ თანამშრომლობისა და სამომავლოდ იმ გეგმების განხორციელებაში, რომელიც ჩვენი ქალაქის წინაშე დგას და რომელიც უნდა განხორციელდეს.